ჩვენ კი გავნაგრძობთ გამოშვებას კვირის ამბების ყოველკვირეული რუბრიკა ბათუმელი ნახეთ ვახტანგ გლონტის ინტერვიუ. ბატონ ვახტანგ, რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმელობა? რა პასუხისმგებლობა არის ეს? ეს არის ყველაზე რთული და ადვილი შეკითხვა, რომელსაც მთელი ცხოვრება მისვამენ, მთელი ცხოვრება მეც უსვამ საკუთარ თავს პასუხს, მაგრამ შემდეგ, როდესაც ვთავდება ინტერვიუ, ვფიქრობ, რომ რაღაც ყოველთვის მრჩება უთქმელი. მახსოვს 17-18 წლის წინ სტუდენტი ბიჭი ვიყავი, ახალგაზრდა პოეტი და მაშინ ერთი ტელევიზია არსებობდა საქართველოს ტელევიზია და თბილისიდან ჩამოვიდნენ რომ ჩაეწერა და პირველი შეკითხვა იყო ეს მახსოვს პიონერთა პარკში. გავხდით და რა არის შენთვის ბათუმი და ბათუმელობა. მე ვთქვი რომ ბათუმი მეთქი ჩემი ეზოა, რომელიც მემკვიდრეობით მერგო მამისაგანი მეთქი. ან ძალიან თავხედი უნდა იყო, ან ძალიან უნდა გიყვარდეს რომ ეს გაბედო და თქვა და ეს ნებისმიერ ბათუმელს აქვს ეს უფლება გაიმეოროს ეს სიტყვები და წარმოთქვას როგორც საკუთარი, ეს არის მშობლიურობის განცდა. უპირველესად და ბათუმელობა არის ერთოჯახად ყოფნის სურვილი. ხშირად ვამბობ ამას, როდესაც იმენად გარდარეული სიყვარულია, რომ ეს ერთ ოჯახში არ ეტევა, გამოდივართ გარეთ და ვაერთებთ ოჯახებს. ბათუმელობა არ არის მოქალაქეობა, ეს არის უბრალოდ მოქალაქეობა, ეს არის მოქალაქეობა მორწმუნეობის ხარისხში აყვანილი, ეს არის რჯული. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რაღაც გარეგნულ ამბებში არ გამოიხატება, იცი. ეს არის ჩუმის სიყვარული, უთქმელი სიყვარული. და არის აზრები, რომელიც აზრებშივია, სწორი როცა სიტყვებად აქცევ, შეიძლება არასწორი გამოვიდეს. ურთიერთობებია პირველ რიგში, ადამიანები და შენობებიც კი, რომელიც ძველია და ამშვენებს ჩვენს ქალაქს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა. გონია რომ განსულერებული არის ადამიანი გონია და შეიძლება ხელი გაუწოდო ჩამოართო, შეიძლება მიესალმო, საბედნიეროდ არის ასეთი შენობები. და ძველ ბერძნებს ჰქონდათ დელფოსის ქვა ასეთი, ეგ სადაც მიაშთათ რომ ეს იყო სამყაროს ჭირი. ჩვენთვისაც ბათუმელობისთვის ბათუმი არის სამყაროს ჭირი, არ არის ამაში პათეტიკა არანაირი. მე მგონია რომ ჩვენთვის რაც მოხდა ამ დედამიწის ზურგზე, რაც მე შემემთხვა და რაც ისტორიულად სხვაგან და სხვაგან მოხდა რა ძალიან ფასეულია ჩვენთვის, მგონია რომ ბათუმში მოხდა. არაერთხელ მეთქავს რომ ბათუმი ჩემი ბეთლემია, სადაც დაიბადა ქრისტე და ფაქტიურად ბათუმი არის ის, რაც ერთდროულად სამ დროში გაცხოვრებს, იმ დროშიც, რომელშიც არ ყოფილხარ და რომელშიც ვერ მოესწრები რომ იყო. ბათუმი არის ეს წვიმა, მოდმევი აკომპანიმენტი, არა უბრალოდ წვიმა, არამედ სულიერი წვიმა, რომელიც განლაპარაკება რაღაცას, ხან გეჩხუბება, ხან გეფერება. და იცით ბათუმმა ჯერ კიდევ შეინარჩუნა ეს გლობალიზაცია ყველაფერს ემუქრება მყუდრო და თბილი ქალაქის რაღაც ისეთი რამ და ეს არის ქალაქი ხანდახან შეიძლება ესეთი მიგდებული შთაბეჭდილება სტოვებდეს წელიწადში 9 თვის განმავლობაში, მაგრამ ზაფხულში 3 თვის განმავლობაში იგი ითავსებს დედაქალაქის ფუნქციას, იმიტომ რომ მთელი საქართველო დაიძრება ხოლმე აქეთკენ და ნუ წელი 9 თვე ემზადება ეს ცნობილი ფრაზა ბათუმელები გეტყოდნენ ალბათ იმისთვის რომ რაღაც ფულს აგროვებს ან სესიებს და შემდეგ 3 თვე ემსახუროს სტუმარს ეს განცდა აქ ბათუმელს, ოღონდ ხანდახან ზოგიერთებს უჩნდებათ სურვილი რომ 12 თვე მსახურის პოზიციაში იყვნენ და ეგ უბრალოდ შეურაცხყოფელია თუ რამე არ მომწონს მიუხედავად იმ სიტყვისა და სიყვარული რაც ახასიათებს ბათუმს, ხანდახან საკუთარი თავის პატივისცემა ავიწყდება, თუმცა ძალიან ღირსებელია თვითონ შიგნიდან და თუ ჩამოვიდა თქვათ შორიდან ნახევარი პოეტი, ნახევარი მხატვარი, ნახევარი რაღაც ასეთ მიაგებებს ხოლმე ფიანდაზებს უგებს და ხანდახან არ არის სწორად წაკითხული და ხანდახან ეს მაღიზიანებს ხოლმე და მე სულ ვეუბნები რომ კარგია მორიდება, კარგია თავმდაბლობა. არ არის ბათუმელი ავაკი, მაგრამ არის ღირსებიანი. თავის ხასიათით გავს წვიმასაც, გავს იმ ზღვას, რომელიც ხან ძალიან მშვიდია, ხანდახან ძალიან მშფოთვარე და მე ბედნიერი ვარ, რომ ვინც ვინმე ღირსეული წავიდა ჩემი ქალაქიდან, სადაც წავიდნენ ყველგან დაამტკიცეს სხვათა შორის. მაგრამ საბოლოოდ ყველა ბრუნდება უკან ერთი ბოლოდროინდელი ლექსი მაქვს,
ჩემ ბავშვობის მეგობარ ჩვენს შესანიშნავ პოეტს თარგმნას ბადრი თევზაძეს უძღვენი რომ დავიდრე მკერდში გვიძგერს ბათუმი. მაინც ბრუნდებით მშობლის წიაღში ნათბილის არის ნაპარიზალიც რომ ახალ დროის პიტი ახშემა ვერცვალო ქვეყნის გზა და მიზანი. თვითონ პარიზში იყო, კარგ ახანს იცხოვრა, ბევრი სიმძიმე გადაიტანდა საოცარი წიგნი დაწერა, ბათუმის პარიზში წასვლას რაოდე და მე 17 წელი თბილისში ცხოვრობდი და ცრემლამდე მენატრებოდა, ჩემი ბათუმი თითქოს ძალიან შორს ვიყავი იქიდან და ბოლოს როცა დაბრუნდი 2004-ში და არ გამიშვა ბათუმა, თბილისში მყავდა ცოლ-შვილი და რომ დაურეკე ასე და როგორ მოვიქცე მეთქი, გაეცინა მეუღლეს და ხანდახან ჩამოგვაკითხე, შენ ხო გაბოდებდა ბათუმი და დარჩი. არა ფაქტობრივად მეუღლის გამო გადავედი იქ, ათასნაირი ლეგენდებს ავრცელებდნენ და მეთქი მე ჩემი ლეგენდების მეყოფა არ მინდა, რაღაცების დამატება რომ თითქოს ვიღაცებს და რაღაცებს გავეკეცი, მაშინ უბრალოდ ცოტა ბათუმის წვიმა იყო მისთვის პრობლემა და ეხლა აქ ვართ ყველანი და ვართ რამდენადაც შეიძლება დღევანდელ პირობებში კარგად. რას შეცვლით ბათუმში, ან რას ფიქრობთ, რომ არის შესაძლებელი? ესეც ურთულესი კითხვა იცი. სელექციის მომენტი რაღაც ერთ პიროვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეს ყოველთვის არასასურველ შედეგებს იღებს და არც რაღაც 1-10 წელიწადშიც ხდება ათეული წლების განმავლობაში და თვითონ ბუნებრივი გამოხშირვა არსებობს, რაც კარგია, იმას დროება იტოვებს. თუმცა ხშირად აქაც ხდება ხოლმე შეცდომები. რა შევცვლიდი ვერ გეტყვი, გამიჭირდება ეს ძალიან საფიქრებელი თემა, შევცვლიდი დამოკიდებულებას თვითონ სიძველეების მიმართ, რაც ნამდვილად სიძველეა და რაც ნამდვილად ფასეულია და რაც ნამდვილად ღირს შევცვლიდი თუნდაც იმას, რომ უკვე ტექნიკა ჭარბობს ადამიანებს, მანქანები, მათი შეიძლება იყოს უფრო ველოსიპედების მოსეირნეთა ქალაქი და თქვათ შეიძლება ესეთი პატარ-პატარა რიქშების, ესეთი ბორბლებიანის და საერთოდ ამ ტექნიკამ სხვა რამების რომ დავუმატოთ ეს კომპიუტერი იქნება გარდა მანქანების და სხვა ხასიათის მანქანები, ცოცხალი ურთიერთობები განდება. საერთოდ ეს ყველგან ასეა და საქართველოშიც ეს ინერგება. და ესე იგი ვარს ვიტყოდი ხელოვნურ გაზრდას. რაღაცებს მე მახსოვს ადრე იყო ლაპარაკი და მეც მიწევდა რაღაცების გადაწყვეტა და ლამის გონიომდე იყო ქალაქის გაზდაზე ლაპარაკი და მე ვთქვი არაფერი შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ეს ერთეული რასაც გონიო ქვია მსოფლიო სახელის მქონე, თუნდაც ამ სახელწოდების გამო უნდა შევინარჩუნოთ, იქ არის ძველი ციხესიმაგრე და თუ რაიმე მის სიახლოვეს გაკეთება ახალი ძველმა უნდა ისეთ უნდა იყოს თანაცხოვრება ძველისა და ახლის არცაც არ უნდა გქონდეს პრიორიტეტი, რაც ნამდვილია და რაც შედევრალურია, რაც ფასეულია, ის ყოველ დროში თანამედროვედ გამოიყურება. ნუ შეცვლიდი ადამიანური თვალსაზრისით კიდევ ერთ რაღაცას, მე მგონი მე სხვაგვარად ეს არ ჩავეთვლო, მე ადრეს თქვი და ცოტა ეწყინათ ერთი, მე მგონი 10 წლის წინ თუ 8 წლის წინ თქვენ რომ მე არ მინდა რომ აქაურმა კაცმა ცოტა შეურაცხყოფილა და დამცირებლად იგრძნოს თავი. ეს მე მაშინ თქვი რომ ბათუმი არ არის მარტო პლაჟი, მარტო ბულვარი, ბათუმი ადამიანები უპირველესა და ისიც თქვი მახსოვს ნუ თუ საბაჟოზე ერთმა აქაურმა კაცმაც ვერი ვარ გამეთქი და მაშინ ეწყინა და შემომითვალეს რომ იქ ნუ იტყვის ესეთ რამეს თქვათ იქ დედაქალაქში არ ეწყინოს ვინმეს და აჯობია რომ საქმე არ დაზიანდეს. ვიდრე ვიღაცას ეწყინოს, იმიტომ რომ ბათუმი ძალიან ფაქიზია, ძალიან მოსარიდებელია. ძალიან იცით, ჩვენ საზღვრისპირა რეგიონი ვართ. ჩვენი პულსაცია არის სხვანაირი. როდესაც მტერი მოდიოდა ყველა დროში პირველ დარგმას ეგეთი რეგიონები, პერიფერიები იღებდნენ, ეგრეთ წოდებული და თუ ჩვენ ერთმანეთს ასე არ მივაქციეთ ყურადღება და გულდასმით არ მოусმინეთ, განსაკუთრებით ცენტრიდან სხვადასხვა კუთხეებს, ღმერთმა არ აქნას და იდეაში შეიძლება ერთი დედაქალაქი ან ერთი ქუჩა დაგვრჩეს და მე მინდა რომ რაღაცაში ჩვენ ყველანი თანასწორნი უნდა ვიყოთ ყველაზე მთავარში, რასაც ადამიანური ღირებულებები ქვია და ყოველთვის ყავს ქალაქს კუთხეს, ყოველთვის მოეძებება ის ხალხი, რომელსაც შეიძლება ჭკუაში ეკითხონ, შეიძლება ჩვენ რა გვჭირს
პირადული ხდება ხშირ შემთხვევაში, მთავარი პირადული ურთიერთობები. და შეიძლება ძალიან კარგი საქმეები არაერთხელ დაზიანებულა და დაზიანდეს კიდეც სამომავლოდ, იმიტომ რომ ჩვენ რაკია დედაქალაქიდან მოშორებული ვართ. აი მე ვახსენე ერთი ტელეარხი იყო მეთქი და ისიც ჩამოვიდა მაშინ რაღაცებს ადამიანური თვალსაზრისით რაღაცნაირ ყურადღებას მოკლებული ვარ და ეს ამეტნაკლებად აისახება ამ ადამიანს ჩვენ სხვადასხვა კუთხის ქართველებმა ყველამ სული უნდა უბეროთ ერთმანეთს როცა რაიმე ესეთ გლობალური საკითხის გადაწყვეტას დავაპიროთ უნდა შევეკითხოთ იმ ადამიანებს ვინც იცის საქმის არსი ვინც იცის აქაურობა და ვინც ზოგადად ქართულად აზროვნებს სამწუხაროდ დღეს აზროვნებაში არის ეკლექტიზმი, ათასი უბედურება მოგეძალა სხვადასხვა მხრიდან და როცა ერთი ჩექმის ქვეშ ვიყავით, ადამიანს მოწესრიგებული ჯოჯოხეთი ურჩევნია აუწყობელ 60-ს. და ეხლა უკვე დაბნეულობას არის ადგილი, ნუ ეგ სხვა თემა, შეიძლება ბათუმის თემას ავსდეთ ჩვენ და უბრალოდ ეცეთ რა ღმერთი განკაცდა რათა ადამიანი განეხვრთო, ცალმხრივ სიყვარულს უფალიც კი არ ითხოვს. ეს მონობას არ ითხოვს, ითხოვს თანამშრომლობას და ყველა საუკეთესო სფეროში მით უმეტეს ადამიანებმა უნდა ვითანამშრომლოს. რაღაცები ჩვენც უნდა შეგვეკითხონ, რაღაცები ჩვენც უნდა შევეკითხოთ, თუ გვინდა რომ ეს მარგალიტი მართლაც ეს მართლა თუ რომელიმე ქალაქზე შეიძლება ითქვას, ნუ ევროპული ტიპის ქალაქია, ბათუმი ყოველთვის იყო ასეთი, მოგეხსენებათ არ იყო ტელევიზია, კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ იყო სხვა, იყო ნავები, გემები და აქედან შემოდიოდა ბევრი საინტერესო უცხოური რამე და როცა ჯონ სტეინბეკმა, ნობელიანმა ამერიკელმა მრისხანების სტევნების ავტორმა იოსებ გობალაძის ოიდიპუსი ნახა, გაოგნებული ორმეა კაფე შანტანების ქალაქი მეგონა და ნახე საოცარი სოფლიო დონის დრამატურგია, სოფლიო დონეზე ნათამაშები და შეიძლება სიმბოლურიც იყოს, მე მიყვარს იმის აღნიშნა, რომ ამ კუთხისშვილი ბათუმელი ნიაზ დიასამიძე ერთგვარი მოდის დამდგენიც კი იყო რუსთაველს. და ერთი რამ მინდა გითხრათ, ძალიან ხშირად ამბობ ხოლმე. ბევრჯერ მიფიქრე ამაზე. აი თბილისელისთვის მე 17 წელი ცხოვრობდი. რატომღაც განსაკუთრებით მისაღები არის ბათუმელი. რაღაცას პოულობს, იცი, ჩვენ რაღაცა გვაქვს. ისეთი მე სულ გზნობდი ამას. არ დამაიზრდა ერთმა ცნობილმა დრამატურგმა, ჩემმა მეგობარმა ერთხელ რუსთაველზე გადამხია ხელი და თქვა ვახტანგ რა უბედურება გვჭირს თბილისში თბილისელები აღარ დარჩითო და მანიცის რომ მე ალიკვალი ბათუმელი ვიყავი მაგრამ იმდენად მისიანად გთვლის და ბათუმელს აქ ამისი თვისდება რომ სადაც მივა იმდენად არაშემაწუხებელია იმდენად ერთგულია რაღაც საოცარი თვისებების მატარებელი და მე მახსოვს ერთხელ გადავაკეთოთ მეთქი ძველი ლოზუნგი აი პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთით, მე ვთქვი რომ ბათუმელებო ყველა ქვეყნისა შეერთით. და თუ ასე მოხდება, ჩვენ ქალაქსაც უშველი და სხვა ქალაქებსაც გადავწყვეტ შეიძლება, იმიტომ რომ ყოფნის ნიჭიერება და ყოფნის ქართველობის დიდი სურვილი ნამდვილად. უფრო ცლად რომ გითხრათ ღირებულებების სადმი დამოკიდებულებაზე. დღეს არის ლათინური გამოთქმა არის ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ. გაუბედურებულ ქართველობას ბოლო 30 წელია ჩვენ გზაში ვართ. რაღაციდან წამოვედით, რაღაცა ვერ მივედით. იმდენი დარდი აქვს თავისი ამოსათქმელი, რომ სხვისი მოსმენა აღარ შეუძლია. ჩვენ მოლაპარაკერად ვიქცეთ. და თუ ნაწილობრივ მომსმენერად მე მეშინე ახლაც რასაც გელაპარაკებთ, ესეც ხაერში არ დაიგარგო. სამწუხაროდ ავტორიტეტების ნაკლებობა კი არ არის. ავტორიტეტების დამცირების ჟამი დადგა. თითქოს ეს ხელოვნურად ხდება. ნამდვილი მწერლები ჩააჩოჩეს ეგრეთ წოდებული ტელეკლოუნებით, შოუმენებით. რომ მერე ეთქვათ, აი მწერალი, მისი სახე შეიძლება ამ კლოუნს ემდო. ეგ თავს მოხვეული, ეს არ არის აქ დაბადებული, იმიტომ რომ საქართველოს ოდიგან პოეტების ქვეყანა იყო და ჩვენს მეფეებსაც თავიანთი მეუფებას რო ყოფილად არმიაში და თუ პარნაზეც არც დიდენ თავიანთ ძალად და დავითი თეიმურაზე არჩილი ჩვენი დიდი მეფეები ამის მაგალითი იყო და ხელოვნურად ხდება რაზეც დგას. თამაში ძალიან დიდ ფულს იხდიან, ვისაც უნდა იმას ეწყინოს, რომ რაღაცებს ისეთ რამებს გადაგებენ ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებინებად ეკლესიის საწინააღმდეგოდ იგივე მწერლების საწინააღმდეგოდ, რომ არ დარჩეს ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოება
გაუსმეს და ჩვენ როცა ღირებულებების გადაფასებაზე ვლაპარაკობ, ტელევიზორს რა უყურებთ მეშინი ახანდახან. მაგრამ ოჯახებში რომ შედივარ, ისეთ გოგო ბიჭებს ზრდიან, ისეთ ღირსეულ ადამიანებს, რომ არ ბედნიერი და ხანდახან მგონია რაღაც ორი სამყარო არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან და მე მეშინია, რომ უპირატესობა არ მოიპოვო იმ სამყაროს, რომლებიც უკვე აბსოლუტურად ყველაფერს კადრობდა რაღაც საძინებელ ოთახად გადააქცეს ტელეეკრანი სამწუხაროდ და როგორც სიტყვიან ვისაც უნდა, როგორც უნდა, აი ისე იქცევა და მე მგონი ამასაც ოდესმე დაედება ზღვარი, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ცხოვრება. ცივი ცხელი საზოგადოებამდეს ვერ გაუძლებს ჩვენ იმდენი პრობლემული რამეები გვჭირს. აი თუნდაც როდესაც რამდენიმე მკრეხელი ღმერთმა აცხონოს ისინი საფრანგეთში კარიკატურები გნებავთ მუსლიმების წინააღმდეგ, გნებავთ ქრისტიანების მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანს წამს უყვარს, ცუდი ამბავი მოხდა რომ ჩაცხილეს. აიკლო ჩვენმა გადაპრანჭულმა, გაფრანგებულმა, ეგრეთ წოდებულმა ქართველობამ ყველაფერი ზოგი იქ ჩავიდა აქტელი მიტინგები იყო, მაგრამ როდესაც ასურელებს თავებს ჭრიან, როდესაც კენიაში უბეს სასწაულები ნახე მეორე ნახე ბოლომდე ის კადრები ვერავის ვერ ხედა ვიცი რომ გამოვიდეს და რაღაცა მართული პროცესები არის და ჩვენ პაწაწინა ქვეყანა ვარ, ჩვენ ამას ვერ გაუძლებთ. ჩვენ საზღვრები არა გვაქვს დადგენილი, ჩვენ ვერ ვგზნობთ, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხანდახან პათეტიკურები ვართ, უნებურად გამოჩნდეთ, იმიტომ რომ ამ საშიშროებას ვგზნობ და დღეს არავინ არ ახსენებს მუხრან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს, იმიტომ რომ ისინი საქართველოს წერდნენ ამ დროს. მე სულ ამბობდი, მე თუ რაიმეს წერდი სამშობლო და სულ იძულებით ვწერდი, იძულებული ვიყავ, თორე ჩემი სფერო იყო ლირიკა, ფილოსოფია და ასე შემდეგ, რომ ქართულ პოეზ დამწერალს ამისი ფუფუნება არ აგდეს, აზრახის საქმეთ იქცა და მაშინ თქვა რომ არ არიან ქართველები და ბევრი წავიდა და თუ აქ რაღაცა უნდა დაუზიანონ, ასეთ აქ ყოფნას და მე თუ ყველანი წავლენ, სხვები არ წავლენ, ვინც მოსულებია. ღმერთმა ყველა შეარგოს ქართული მიწის მადლი თუ მოიქართველებს თავს და ჩვენ გაგვიგებენ, მაგრამ რაღაც უბედურება მიდის ტვინის გაწყალების პროცესი და ჩვენ ყველანი ამ ესეთი გაუგებარი ეპოქის ღირებულებებზე ლაპარაკიც კი მიჭირს, როდესაც 1000 სიბინძურეს კტენიან თვალში, ყურში, ტვინში ყოველდღურად და ეს ხდება ისე დაუფარავთ, ისე აშკარად, რომ თითქოს საუკეთესო რამებს მოგართმევენ რაღაც ესეთი ვანილმოყრილი ტორტივით, რაღაცებს გალამაზებული, რომ ესე გაძლევენ საერთოდ მწარე წამალს ყოველთვის რაღაც სიტყვას ურევენ ხოლმე და ვიღაცები ჩვენ რეტროგრადები ვგონი ვართ, ვინც ამაზე ვლაპარაკობთ, ჩამორჩენილი და გამოცდილება არ ნიშნავს რეტროგრადობას. მე მითქვას იმდენად არ შემრგები ახალგაზრდული წლები დღესაც ბიჭი მგონია, მე 20-30 წელი გამომატოვებინეს, ასე კი არ ვიცხოვრი, ყველა ჭკუაზე კი არ მივლია, ვინც ფულს გადაიხდი და ესენი სამწუხაროდ ბედავენ მაშინ, როცა ნება მისცეს ამისი და ჩვენ თითოეულა ბედავდით, ამის გამო სიმბირს ატოვებინებენ უკარდა დღეს იმას აქში ვარ, რომ მეგონა რომ მადლობას ვაინს გავიგონებ, თუმცა ესაც მესმის ძალიან ბევრი კაი ახალგაზრდობისგან, მაგრამ ლამის საბუდიშოდ გაგიხდეს სინდისისთვის, ნიჭისთვის, ერთგულებისთვის და ეგ ვჭირს ჩვენ და პირველ რიგში ამას შევცვლი, რომ ყველა უმწიფარს არ უნდა კონდეს იმის უფლება, რომ მორალი უკითხოს. მე მაქვს ერთი ესეთი ლექსი, სადაც პატივში არიან სამშობლოს მოღალატენი, სადაც მომძღარი პარია მშიერ სხვებს ლუკმას ატენის, სადაც მწყემსიც და მეყანეც დავარდნილია ქადაგათ, იქ ნუ იკითხავ ქვეყანა ასე რამ გააღატაკა და ნუ ფინალში ესე არის, რომ სად უმწიფარი ღლაპები გამზრდელთა კიცხვით გართულან იქ რატომ გიკვირს ქვეყანა თუ მიდის როგორ მართულად. ჩვენ მგონი გესავსდით, მაგრამ მაინც ესეც სატკევარია. რას უსურვებთ ბათუმს და ბათუმელებს? ბათუმელებს უსურვებ იმას, რასაც მთელ საქართველოს ალბათ რა. უკეთესი ქვეყანა ქონოდეს და რაც ოცნებაში აქვს უკვე საუკუნეებია საქართველოს, რაც დღეს ესეთი ირონიულ ფრაზად ითქვა, რომ მივერია გამწყინდება. ყოველ შემთხვევაში თუ იმ გამწყინებას მაინც და მაინც ვერ მოვესწრებით, იმ დონეზე არ ჩაბნელებული იყოს, რომ მართლაც ქართულ სხვა სამშობლო არ ეძებნოს და სხვა ადგილები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი აკვანი და ჩვენი ძვალშესალაგი და რომელსაც უნდა გაუთხილოთ და მიწას ფასიადება იმ ადამიანებთ, რომლებიც ცხოვრობენ ამ მიწაზე და მე ვისურვებ, რომ მტკიცედ იდგნენ საკუთარ მიწას. ამას უსურვებდი და
სრულად საქართველოს არ მარტო ბათუმელებს. როცა თბილისში წვიმს, მე ჩემს ბათუმში ვარ. ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა. მე მისი ცრემლი მზრდი და მისი ქუჩა და ზღვა. ბათუმი არის ძიძა და არაფერი სხვა. აქ მამაჩემის სახელი. პირზე ეკრა ხალხს, ბათუმი არის ნაღველი და არაფერი სხვა. აქ შეუყენეს ჩემი ძმა, ბევრჯერ გოლგოთის გზას. ბათუმი არის შერი სხვა და არაფერი სხვა. ხან გულის გულში მიკრავდა, ხან მიღერებდა ქვას. ის იყო ჩემი კორი და არაფერი სხვა. აქ წინაპართა სხეულებს მიწა ხურავს და ხრავს. ბათუმი არის სიკვდილი და არაფერი სხვა. მე ჩემს ბათუმში წავალ, მე ჩემს სიკვდილში წავალ, ოღონ გათენდეს ხვალ. ბათუმი მონატრება, ბათუმი მოლანდება და არაფერი სხვა. მე აქ მიყვარდა პირველად და უკანასკნელ ხანს ბათუმი სიყვარულია და არაფერი სხვა. აქ არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ჯვარცმა და ხსნა. ბათუმი არის ბათუმი და არაფერი სხვა. მოკვდები ჩუმად მიტირებს მისი წვიმების ხმა. ბათუმი მაინც წვიმა და არაფერი სხვა.